დღეს წაგიყვანთ სამ ადგილას, სადაც შეიძლება Panama City-ში $10 გემრიელად ჭამა და პირველი არის არ ვიცოდით ჩვენ ძალიან გაკვირვებულები ვართ, იმიტომ რომ ეს ინფორმაცია დღეს გავიგეთ, რომ თურმე არსებობს Coca-Cola-ის კაფე, ერთადერთი და პანამაში ქვეყანაში პირველი კაფე იყო ეს, რომელსაც აქვს ლიცენზია Coca-Cola-ისგან, რომ ერქვას კაფეს Coca-Cola, ანუ ერთადერთი კაფეა მთელ მსოფლიოში, რომელსაც მიცა Coca-Cola-მ უფლება რომ დაარქვას თავის სახელი და ეს ერთ-ერთი კაფეა, რომელშიც ჩვენ $10 ეხლა შევჭამს და რა თქმა უნდა დავაყოლებთ ცივ Coca-Cola-ს, ასე რომ მობრძანეთ. $10 შემიძლია რომ შევუკვეთო სადილიც და სტეიკი შეგვეთა, მაგრამ ეს ძვირი $10-ში თუ უნდა ჩავედიოთ, უფრო აი სენდვიჩი. სანკოჩა ხო არ შევუკვეთო, სანკოჩა მიყვარს, აი ბულიონი არის პანამური, საქონლის ხორცია და სიმინი და რაღაცეებია თან. პახმელი ასე. აუღნიშნე დიეტის დასრულება და არ ვგზნობ თავს ისე ჯანმრთელად და კარგად და უფრო წვნიანი გამისτερდებოდ. აუ, სევიშე პახმელია ეს ძალიან კაი იქნება რა. კი, საკმაოდ დიდი არჩევანია $10 ფარგლებში. შეგიძლია ბულიონი შევუკვეთო და მეორე აი ეს, რა ქვია, ან ჩორიზო, ან ხო რაღაცა. შეგიძლია სალათა შევუკვეთო და სევიშე, შეუხსნათ ბულიონი შევუკვეთო და სევიშე. შეგიძლია შევუკვეთო სტეიკი და მოყვება გარნირი და დაგრჩება Coca-Cola-ზეც ფული. პანამური სამზარეულოა და სტეიკებიც აქვთ უფრო აი კარიბული სამზარეულოა რა, იმიტომ რომ ეგრევე ზღვის პროდუქტებით იწყება. Muchas gracias. როგორც გუგამაგნიშნა, ეს არის მთელს ქვეყანაში ზოგადად პირველი კაფე სასადილო, რომელიც გაიხსნა და ის გაიხსნა 1875 წელს. მისი გახსნის ისტორია უკავშირდება პანამის არხს და იქიდან გამომდინარე, რომ პანამის არხზე, რა თქმა უნდა, ძირითადად ამერიკელი თანამშრომლები მუშაობდნენ, მათ ძალიან უყვარდათ Coca-Cola და მალევე Coca-Cola შემოვიდა პანამაში. ეს იყო ერთადერთი კაფე, რომელსაც ჰქონდა Coca-Cola-ის გაყიდვის უფლება და დღეს საერთოდ მსოფლიოში ერთადერთი კაფეა, რომელსაც ოფიციალურად აქვს Coca-Cola-ისგან ნებართვა, რომ ერქვას Coca-Cola. ინტერიერი მაქსიმალურად შენარჩუნებულია, არის პანამური სტილის ფონდა, ანუ სასადილო, მენიუ არის შერეული კარიბულ, პანამურ, ამერიკული და ფასები არის ყველა კერძზე $10-მდე. ეხლა არის შუა დღის 2 საათი და ნელ-ნელა ხალხი იკრიბება და მოდის. მდებარეობს ქალაქის ძველ ისტორიულ ნაწილში, რომელსაც ქვია კასკოვიეხო, ანუ ძველი ქალაქი და თვითონ ეს კაფეც არის UNESCO-ს ძეგლი. ხორცია, რაღაც ვიჩინაა და პომიდორი სალათაა რა. გემრიელი პურია. ჩემთვის არ შეიძლება დიეტიდან გადახვევა რა. აღარ ვაპირებ, ეხლა ვიღებ 3 თვიანას კეძას. ელენ მეუნება 4 თვიანას ამარი. 3 თვიანას კეძას ვიღებ. და ოღონდ 7-ზე მექნება ბოლოკვება და პურს არ შევჭამ მაინც რა, პურის მაგივრად, მაგრამ პასტა შეიძლება, ბრინჯი შეიძლება. და მაგას მარტივად ვაკონტროლებ, მაგრამ ბაგეტს და ეს რაღაცებს, აი ეს ისე მიყვარს. პური ისე მიყვარს, რომ ამას ვერ ვაკონტროლებ და
პასტას და ესთან გემრიელ პასტას აკეთებს ელენე და სიამოვნებით. ხო, უარს არ ვუწმო მაგაზე. ნუ ალკოჰოლი და ზოგადად ანუ ალკოჰოლი. აი ტყუილია რომ რაღაც მარტო ალკოჰოლს დალევ, ან მარტო მოწევ, ანუ როცა ეგრე რაღაცით ერთობით ყველა კონჩი მიქსავთ ამ რაღაცებს, ანუ ეწევით, სვავთ, მერე ის, მერე ეს და საბოლოო ჯამში ხო, სიგარი. საბოლოო ჯამში მე ანუ იმდენად შოქშია ჩემი ორგანიზმი ეს დღეები, რომ რაღაც ფსიქოლოგიურადაც არ ვცნობ თავს კარგად, ფიზიკურადაც ნუ შეიძლება ხვალ უკვე აღარ ვიქნები ეს და გავაგზავნებ ბორჯს, მაგრამ უჯიდარია ხო ორგანიზმისთვის და არაფერი არ ჯობია ჩამწოლოს და კარგად ყოფნას და ხო, რასუნია, რაფეხაა ეს? ანუ ამ კერძს რო უყეთავ, რომელიც დღის 6:50, ეკითხებიან გინდა აი ეს, მოყვება გარნირად მოყვება ეს. თუ გინდა ეს. და მოყვა ოსპის სუპი, რომელიც ლობიოს გავს ძალიან და ძალიან გემრიელია. ნასკაში როა ეგეთია მაგარია. გუგას გემო იმდენად მოეწონა, ეტყობა ლაპარაკი აღარ უნდა და მე გეტყვით დაახლოებით რის გემო აქვს. პირველ რიგში 8 ფეხა რომ მოაქვთ ხოლმე, ძალიან პატარა არის ყველგან და შეიძლება რეზინასავით იყოს. აქ არის ისეთი დიდი 8 ფეხა არის, გემრიელი, კარგად იიღეჭება, ცხელი კერძია, აქვს ბევრი სუნელები, ნიორი, მწვანილი და ძალიან გემრიელია მოკლედ რა და თან ჯანსაღია არა გუ? იქიდან გამომდინარე რომ წვენი მოყვება, მე მგონი ბრინჯი ძალიან მოუხდება. აი განა. შესანიშნავი კარიბული კერძი არის $6. ესეთი ზომის 8 ფეხა იშვიათობა. ძალიან გემრიელია. კოკა-კოლას კაფეს 10-დან 10 სერვისშიც, გარემოშიც, გემოშიც, ფასთან მიმართებაში ძალიან იაფია. ფასთან მიმართებაში ძალიან კაი ადგილია. შენ არ მეთანხმები? პანამაში თითქმის შეუძლებელია რომ $10 ჭამოთ რამე. ძალიან უძვირია ჭამა. აი ეს არის კაფე გარედან პანამა სიტიში თუ მოხვდებით ამ უბანში აუცილებლად მოგიწევთ მოსვლა, იმიტომ რომ არის ძველი უბანი და შემოიარეთ კოკა-კოლას კაფეში თუ გინდათ გემრიელი, ისტორიული და ბიუჯეტური ჭამა, ყველაფერი ერთად. ეხლა მოგიყვანეთ 70 წლის სასენდვიჩეში. ეს ჩემი და ელენეს ტოჩკაა, ეგრეთ წოდებული. და ნახეთ რამდენი მანქანა. ანუ ეს პარკინგი რაც არის. თითქმის ყველა მანდარი მოსული მაგ სასენდვიჩეში და აუ $10 იცი რა სენდვიჩების ჭამა შეიძლება აქ. ისეთ. ბულვარდ ბალბოა. ამ კაფესაც ეგრე ქვია ბულვარდ ბალბოა. და ყველაზე არაჯანსაღი და გემრიელი სენდვიჩების ჭამა შეიძლება აქ. $10 თავის კოკა-კოლით მაგრა შეჭამ ძალიან აქ. აბზა. მიდი შედი. ბარზე ხوردავში, წამო ბარზე. ხელა პურები აქვს. ისეთი პურებით გიგეთებ ბუენას.
ნახე ორი ნახევრად იქაში 4 სენდვიჩი მოგივა white country cheese ქვია ერთ სენდვიჩს რომელიც ღირს 6.90 მაგრამ მოდის აი 4 cheese 4-ად არის ესე გაჭრილი და არის აი ძალიან დიდი გამოდის რა საჩემო გამოდის მაგრამ რაღაც სხვა კერძებიც არის მაგრამ ჩვენ აქ კონკრეტულად სენდვიჩს მოვაკითხეთ და შევუკვეთავთ სენდვიჩს ახლა არა და ჯერ რამდენი ხანი გავიდა ნახევარი საათი ეს ნახევარი საათის შემდეგ არის გუგა ესეთ მადაზე და რაც მინდა გითხრათ აქაურობაზე არის რომ ესეც არის ტურისტული ზონა, იმიტომ რომ მთავარი სასეირნო ბულვარის წინ არის. იმის ფონზე რომ არის $10 ადგილი, არის ღია სამზარეულო, რომელსაც დაგათვალიერებინებთ, რაც ნამდვილად სისუფთავის განცდას ტოვებს და აი რო იყურებით, შეიძლება არ არის სუპერ თანამედროვე რემონტი და ძველია საკმაოდ. ნუ 70 წლისაა და ალბათ მარტო შეღებვა არის განახლებული. აქ სულ მუშაობენ ინდიელები. და ინდიელები, აქაური ინდიელები ითვლებიან, რომ არიან ყველაზე კარგი მზარეულები, მოწესრიგებულები, სუფთები და ესეც მოკლედ დამატებითი პლუსია. თან აი რაღაც ხალხი ერთმანეთს იცნობს, ელაპარაკება, ისეთი მეგობრული, შინაურული გარემოა, მიუხედავად იმისა, რომ ერთი ალბათ, რა ვიცი, 300-400 კვადრატული მაინც იქნება ეს სასადილო. ეხლა გუგ, შენ რომელი სენდვიჩი შევუკვეთა? ის white cheese-ით, რაც გითხარი? მე შევუკვეთა 3. აჰა, 3 cheese შევუკვეთავ, ნახოთ რა იქნება. ეხლა დაგათვალიერებინებთ გარემოს და სამზარეულოს და ანამასითიში თუ მოხდებით და გიყვართ გემრიელი სენდვიჩები, 70 წელი რომ აკეთებენ, თან ერთი და იგივე ასე ვთქვათ, ტექნიკით და რეცეპტებით აუცილებლად მოაკითხეთ აქაურობას. აი ეს არის, ნახეთ, სამზარეულო, სადაც სენდვიჩები კეთდება. ხელმარცხნივ კარი რო იღება, იქ არის უფრო დიდი სამზარეულო, სადაც სხვა კერძებიც მზადდება, მაგრამ როგორც ვთქვით, აქაურობა არის სასენდვიჩე, ბრიოშის პურს აქვე აცხობენ. აქეთ ტოსტები არის, სადაც ცხელდება, ყავის აპარატი და არის ძალიან სისუფთავე. ვერ ვიტყვით, რომ ყველა სენდვიჩს ჭამს, აი, ნახეთ როგორ რაღაცაებს ჭამენ ლობიოს ფრისთან ერთად, რაც პანამაში ძალიან უყვართ. მექსიკის გავლენით, ოღონდ ჩვენებური ლობიო არ არის, სხვანაირი ლობიო არის უფრო და ეს ჩვენი DJI-ის აპარატი იქცევს ყურადღებას, ხალხს ეუცნაურება, თუ რატომ მიჭირავს და რა არის საერთოდ, მაგრამ ნუ შეატყობდით კადრებიდან, აქ არის ბევრი ოფისიდან ჩამოსული ლანჩზე, ბევრი ისე არის ოჯახი მოსული, იქით ექიმების ხედან, იქით სავარაუდოდ ოფისის თანამშრომლები, იმიტომ რომ საკმაოდ ისე კორპორატიულადაც ვიათ. რომ ყველა ერთმანეთს იცნობს, ყველას ერთმანეთი უყვარდება და აგერ გუგამ თავის მე-5 ჭიქა ბოთლი კოკა-კოლა შეუკვეთა. მე-4? დღეს რამდენზე უნდა ახვიდე? რამდენზე უნდა ახვიდე? არა, всё ეს საკმარისი. დღეს ამ ვიდეოს გადაღება მესამე ტოჩკაც უნდა ვანახოთ $10. აი იქაც რომ მოგვიწევს ერთი კოკა-კოლის. ესე იგი, დაგვიწერეთ კომენტარებში აუცილებლად მოგწონს თუ არა მსგავსი ტიპის კონტენტი, იმიტომ რომ ჩვენ ორივეს ძალიან გვიყვარს ჭამა და ჩვენთვის ძალიან მარტივი იქნება, რომ ამ საკითხზე ჩავწეროთ ვიდეოები, იმიტომ რომ ძირითადად თუ არ ვჭამთ, ჭამაზე ვფიქრობთ და ესე ვარ და ამიტომ გაგვიხარდება თუ დაგვიწერთ კომენტარებში თქვენ აზრს ესეთი tasting გასინჯვის ვიდეოები საინტერესო არის თუ არა თქვენთვის პანამიდან. იმედგაცრუებული ვარ. ცოტა იმედგაცრუებული ვარ. მარტო ყველია. 3 ყველი, ნახე რა. ხო, მაგრამ 3 ყველი შიგნით უნდა ძალიან გემრიელი იყო, შენ მაგარი სანდვიჩი გინდოდა, ხო, ბევრი რაღაცა. ძალიან გემრიელი.
მოცარელა, ჩედარი აქვს და მესამე არ ვიცი. ეს ცივია. Gracias. ანუ აქ გამოდის რომ $10 დახარჯვაც არ გინდათ 6.5 იღირს ეს სენდვიჩი ეს და სხვა სენდვიჩებიც 6.5 იღირს გააჩნიათ თქვენ რომელს აირჩევთ და $4-იანებიც არის და კოკა-კოლა ღირს $1 ანუ $8 გამოხვალთ აქ სრული $10 არ გჭირდებათ და დაგანაყრებთ კარგად მოკლედ აქ თუ შეჭამთ ეხლა გუგ აქედან ეგრევე წავიდეთ კიდე მესამე საჭმელად თუ გავისეირნოთ ბალბოაზე ფეხით მე პირდაპირ ეხლა აქედან ვეღარაფერს ვეღარ შევჭამ მაშინ ლამაზ პროდუქტებს ცოტა ხანი რა ცოტა დამასვენე შემეშვი ცოტა ხანი პახმელიაზე ვარ თავი დამანები რა 5 დღე ეს გავიღვიძე აი გარედან ესე გამოიყურება კაფე ბულვარ ბალბოა ისე 1958 წელს როგორი ლოგოტიპის გაუკეთეს ეხაც ეგეთი არის და იქნებით აი ზუსტად წინ ბულვარი არის ორ პარალელურ ქუჩას გადაივლით თუ არა და უყურებთ წყნარ ოკეანეს ეხლა წავედით მესამე ლოკაციაზე თუ გუგას კიდევ დარჩა მუცელში ადგილი თუ არა და ცოტა ხანი გავისეირნებთ და მერე წავალთ მესამე ლოკაციაზე რომელიც არის უფრო ისეთი ავთენტური პანამური სამზარეულო ამერიკის და კარიბების გავლენის გარეშე. მოვაკითხეთ მესამე ლოკაციას. ეს შედარებით ძვირიანი რესტორანია. El Trapicho ქვია, მალე გადმოდი. და 40 წელია პანამაში რაც მუშაობს ბუენოს. ეს რესტორანი და უკვე ქსელური გახდა და წარმატებულია და მოკლედ აი El Trapicho. ეს იმას გავს არა არგენტინული როა რაღაცით. ხო, მაგრამ ეს უბანიც ისეთია ცოტა Buenas, gracias. Okay. Bueno. Ahora, Sky, actor. Ahí estamos. ხო, ისეთი უბანია, რომ ძალიან იაფია გვერეღირება. აი, El Trapicho რომ წარმოიდგინოთ, არის ჩვენთან რომ სალობიე არის მაგ ტიპის რესტორანი, რომელიც 40 წელია მას პიძლობს, სტუმრებს. დღეს აქვს 5 ლოკაცია, მაგრამ თავიდან რა თქმა უნდა, ერთი ქონდა და აქ არის წმინდა პანამური სამზარეულო. ქვე არის პანამური მაგალითად დეტალები, ეს ჭურჭელი, საკრავები ეს ბოროტისულების შესაშინებლად რაღაც სპეციალური ხვია არ მახსოვს. საინტერესოა გუგა რას აარჩევს $10. აი პერსონალსაც აცვია სპეციალურად პანამურ სტილში, აი ეს სხვა შორის მექსიკაშიც შეხვდებით ამ ტიპის ზედებს, რაც პანამაში აცვიათ. გუგამ შეუკვეთა 8.95-ად Radore de papa vieja. De panza. არა, de panza. De panza შეუკვეთა და კიდევ კოკოს წვენი. ნახოთ რა არის? გოჭის ხორცი არის. რომელსაც აქვს კარამელიზებული ხახვი. გოჭის ხორცი სენდვიჩი კარამელიზებული ხახვით. მოკლედ დღეს ჩასენდვიჩდა გუგო. რამდენი სენდვიჩი ჭამე? სანამ მოიტანენ, გარეთაც დაგათვალიერებინებთ ამ უბანს ჰქვია El Cangrejo და ეს უბანი არის როგორც საბურთალო,
ძირითადად ცხოვრობენ მარტო პანამელები ან დიდი ხანი ვინც პანამაში ცხოვრობს და არის ისეთი აი სულ პატარა კაფეები, მაღაზიები, საკმაოდ მოძრავი ქუჩა არის და ჩვენი აზრით ყველაზე მეტად აი უბანი, რასაც ჩვენ ვეძახით უბანს, აქ შეიგრძნობა და მინდა რომ განახოთ ახლა გარეთ როგორი სიტუაცია, იმიტომ რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი აზრი, რადგან გვინდა რომ ლამროს ახალი ლოკაცია აქ გადმოვიტანოთ. აქ არ არის ახლა რაღაცა აი ვაუ რა ლამაზი შენობებია და არქიტექტურა და რა მაღალი შენობებია ან ძველი უბანი, უბრალოდ არის უბანი, სადაც უფრო მეტი ადგილობრივი ცხოვრობს და უფრო სტაბილური არის შემოსავალიც, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ძალიან ტურისტულ ლოკაციაზე ხა და რა თქმა უნდა, როცა ტურისტული სეზონია, ძალიან ბევრი სტუმარი ყავს და როცა ტურისტული სეზონი არ არის, დიდად ადგილობრივებს იქ მისვლა არ უნდათ, იმიტომ რომ არის საცობები, ხშირად არის აქციები, აი როგორც მაგალითად ავიღოთ თბილისის შემთხვევაში რუსთაველის გამზირზე რომ იყოს რესტორანი, რა ხშირად შეიძლება დაკეტვა მოუწიოს და ჩვენც აქ უკვე მეორე წელია რაც ვმუშაობ და მსგავს პრობლემებს ვაწყდებით, რომ ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გარეშე შეიძლება მაგალითად რომელიმე დღე არ ვიმუშაოთ და ესეთი რაღაცები ხდება და ეხლა გვინდა რომ გადავიდეთ ლოკალების უბანში და მოკლედ ესეთი უბანია, მე მანქანიდანაც დაგათვალიერებინებთ, როგორც ხედავთ ისეთი საკმაოდ აქტიური მოძრაობა არის, თუმცა ძალიან გამწვანებულია და სასეირნოც არის, ყველგან პარკინგის პრობლემა არ არის და ერთი თავისებურება სხვათა შორის პანამა სიტის რაც აქვს, პარკინგი არის უფასო. ნუ კერძო პარკინგს არ გულისხმობთ, მაგრამ ზოგადად ქალაქში პარკინგი არის უფასო. ნახოთ ახლა გუგას თუ მიუტანეს შეკვეთა. მოგვიყევი გუგრა არის $10-ისთვის ძალიან დიდი პორცია არის, არა? თან ძალიან კაი გარემო არის. ძალიან ცხიმიანი და კალორიული რაღაც მენა აღარ შემიძლია. რა აღარ შემიძლია. ელენეს ცომები უყვარს და ეგრევე დაინტერესდა ეს რა არის? სენდვიჩია, რა შეუკვეთე ეგ? რა შეუკვეთე ის ჩამო? შიფროვანა რა? უფეს გოჭის გარნირი უნდა ესეთი, პანამური გარნირი, კონიანი გორი. აქ შიგნითა და რა უცნაური ცხელია. აი რა. соусია ეს. კარამელიზებული ხახო. ტამალე ქვია ხო ამ ტამალეს გოჭის ხორცია. ავოკადოს გაიმარჯვა მან. არა და შიერი ვიყავ იქ რო ჭამა და. ეხლა არ მშია, მაგრამ ისეთი გევრიელი რომ არ შეიძლება. ნაც მოგულყოფილია. იცი როგორ ისომია? კონჩიკები რო არის ხოლმე ჩვენთან და ახლობით ეგეთია. ეს არის ორგოზე გემბიების ასმელი ჩემი აზრით არ არსებობს არა საჭიროა და პახმელია არსებობს რა ბავშვი ეს ჯანსაღია ეს ჯანსაღია მაგრამ კოკო ისეთი გემბიელია რომ ერთი 5 წელს გიხანგრძლივებს ეს ასხეს გინდა რომ დაგასპონსოროს ყველა.
ორივე 10 დოლარი და ეს გარნირია. არა შიგნით დაგემატებინა რა რამე? რა თქმა უნდა, ყავის და ტკბილეულის გარეშე პანამაში დღის დასრულება შეუძლებელია, ასე რომ ეს არის ანათოსიუსი. ელენე რა არის ეს? ანათოსიუსი? სწორად ვიძახი? ანათოსიუსი. და აქ ყველაზე ძალიან მიყვარს ფისტას კარაქით არის კრუასანი. აქ არ ვიცდევს თუ არა, მაგრამ აი იქნება დავუდგეთ რიგში. კაი, მე დავათვალიერებინებ. მე დღეს დამთვალიერებლის ფუნქცია მაქვს, ხო? ათანასიუ ესე ქვია. აი, მოდი განახოთ. აი ესეთი არის და ყველაზე, აი მართლა ყველაზე კარგი ტკბილეულობის მაღაზია არის მთელს პანამაში. აქ არის ყველაფერი აქ ცხვება თვითონ. ფასები დოლარში წერია თუ ჩანს. ეს არის ტორტები. ეს არის სასაჩუქრე შოკოლადები. ხეთრა ლამაზად არის შეფუთული. ასევე შეგიძლიათ ცალობით ან კილოგრამობით აირჩიოთ რისი ყიდვაც გინდათ. აქეთ აი ჯემები, პეჩენიები, ორცხოვილები და აქეთ პურეული. რა თქმა უნდა, აქაც არის ღია სამზარეულო, ყველაფერი არის ძალიან სუფთა. ეს აი სენდვიჩები და ესეთი სივრცე აქვს, ბევრი ადამიანი მოდის სამუშაოდ, თან ძალიან კარგი არჩევანი აქვს ჩაის, ყავასი, შეიძლება რომ ნატურალური წვენების დალიოთ აქვე დაწურული აი. და შეგიძლია 10 დოლარი გადაიხადო ყავაში და ნამცხვარში ან სენდვიჩში და წვენში და მთელი დღე იჯდა და იმუშაო, ინტერნეტი არის კარგი. და არავინ არ შეგზღუდავს და საკმაოდ კარგი გარემო. ეხლა ვნახოთ გუგა რა იყიდა. აქ ნახეთ რა სასაცილოა. ეს ტიპსების დასატოვებლად თიმ ჰეილი ხართა თუ თიმ სელენაო და ნახეთ როგორ ჩანს პანამაში ყველა სელენას თიმში არის. მე ჰეილისთან ჩავაგდებ. გუგა ჰეილისთან ჩავაგდებ. ჩავაგდე ცოდოა. ძალიან უჭირთ მაგათ და აქედან უგზავნია ფულს. 9 დოლარი არც კი არის, 8.95, 3 კრუასანი, ფისტაცი, კარაქზე დამზადებული და ყავა. ხო და რას გეუბნებოდით რომ ნახეთ? აი მაგალითად საჩუქარი უყიდეთ მეგობრებს, მაგრამ თან გინდათ რომ რაღაც ლამაზად მიხვიდეთ, აი ესეთი 17 დოლარი ღირს შოკოლადების თაიგული. აი ესეთი მამაზი 5. ძალიან წანს თბილისში როცა ვცხოვრობდი, ესეთი ტიპის კოფი შოპი არ იყო ჩვენთან იმედია რომ ჩამოვა. მაშინ უკვე იქნება. ეს რისი ნამცხვარია? ფისტას. გუგა ნამცხვარს. ესე ანადგურებს კი არ ჭამს. რაღაცა კოვზი გაიპრანჭა ცოტა. ბურგერია თუ ნამცხვარი. არა ეს ისეთია რა. ესე იგი, მეგობრებო, მთელი დღე მარტო ჭამს, ეს თუ ეგოისტი არ არის.
მთელი დღე და მაყურებინებს როგორ ჭამს ჩემთვის აკრძალულ კერძებს. კომენტარებში გამომხნევეთ და დამიწერეთ თუ გინდათ რომ შემდეგ ვიდეოზე მე წაგიყვანოთ ჩემად დოლარიან პონტებში. ეს არ მომიწონს. არა? არ გეწყინოს, მაგრამ მწვანე ის რო მაქვს რა ქვია. მწვანე კრემი რო არის, რამ გაყიდინა. ეს დაასუდი რაღაც. ეგ პირველი ნიშანია, რომ მწვანე კრემი რო აქვს რაღაცას რო არ იყიდა. მოკლედ ეს ვიდეო გამოვიდა, საკმაოდ გემრიელი და კალორიული. გამოგვიწერეთ და ნაობედნიერეთ.